გამარჯობა, ეთერშია ბიზნეს რუბრიკა, მე ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი ვარ, გიყვებით ამბებს, რაც ყველას გვეხება. მაღალი ფასები და ინფლაცია კვლავ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მსოფლიოში და ჩვენთანაც. ოფიციალური სტატისტიკით 2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია საქართველოში 0,8%, ხოლო წლიური ინფლაცია 11,9% იყო. ტრადიციულად ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირება მოახდინა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები სექტემბერში 16,6%-ით გაიზარდა. გაძვირებულია თითქმის ყველა სახის პროდუქტი, რასაც გრაფიკზეც ხედავთ. გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შესაძლო შემცირების მოლოდინს არ გამორიცხავს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რასაც მისი შეფასებით გავლენა უნდა ჰქონდეს ინფლაციაზეც. მთავრობაში ამბობენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველოს ვერ იქნება გამონაკლისი. თუმცა, ოთარ შამუგიასთვის დადებითი ფაქტორია, რომ ხორბალზე ფასების შემცირების დინამიკა გამოიკვეთა, რამაც მინისტრის თქმით, უკვე მოახდინა გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. შამუგია ფიქრობს, რომ ხორბლის მცირედით იაფებამ შესაძლოა სხვა გარკვეული პროდუქტების ფასების შემცირებაც გამოიწვიოს. მაღალ ინფლაციას როგორც გამოწვევა საქართველოს მთავრობის შეფასებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აბალანსებს. წლის 8 თვის განმავლობაში სწორედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შიდა მოთხოვნის აღდგენისა და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის მატების გამო გაზარდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,9%-დან 8,8%-მდე მსოფლიო ბანკმა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. რაც შეეხება 2023 წელს, ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება სავარაუდოდ 4,2%-მდე, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებასა და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას. ის დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულებს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ ირცხავენ, შესაძლოა დაჯარიმდნენ. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა წინა კვირას. შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია, გიორგი დანელიას არ დაუკონკრეტებია, რამდენ ათას დასაქმებულზე იმოქმედებს ეს ცვლილება. ამჟამად სახელმწიფო საპენსიო ფონდში 1,300,000 ადამიანის საპენსიო დანაზოგია მობილიზებული. დამტკიცების შემთხვევაში კლინიკებს COVID-19 პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ დროისთვის უცნობია, რამდენ მილიონ ლარს ედავება სამინისტრო კლინიკებს. ასევე უცნობია იმ კლინიკების რაოდენობაც, სადაც უწყებას კითხვის ნიშნები გაუჩნდა. ზურაბ არაზარაშვილის განმარტებით, კლინიკებთან დაკავშირებით COVID-ის კონტექსტში სამინისტროს სულ 3 პრობლემური საკითხი აქვს. აქედან პირველი ექიმებისა და ექთნებისთვის განკუთვნილი დამატების არამიზნობრივად გამოყენებას ეხება, მეორეა ინფექციის კონტროლი პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში და მესამე პანდემიის დროს გადარიცხული მილიონი ლარის არამიზნობრივად დახარჯვა. ახლა ნახოთ, როგორია ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი. აიღე ოქროს სალომბარდეს ესხი ვალუტოში და მიიღე გაუმჯობესებული პირობები. ვალუტო სანდო არჩევანი. ოფიციალური კურსით 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 78 თეთრი ღირს, ევრო 2 ლარი და 74 თეთრი, 1 თურქული ლირის ღირებულებაა 15 თეთრი, 100 რუბლის ფასია 4 ლარი და 57 თეთრი. აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 65 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 6 ლარი და 94 თეთრი. აიღე ოქროს სალომბარდეს ესხი ვალუტოში და მიიღე გაუმჯობესებული პირობები. ვალუტო სანდო არჩევანი. ბიზნეს გეგმად ქცეული სტუდენტური ინიციატივები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით განახორციელა პროექტი სახელწოდებით ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტებით კერძო სექტორი უკვე დაინტერესდა, უფრო მეტიც რამდენიმე ხელშეკრულება
კი გაფორმდა ამ პროექტის ფარგლებში. პროექტის დეტალებზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე ისაუბრებს. მოგესალმებით მაგდა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროზეა საუბარი იმ პროექტის ფარგლებში, სადაც იმუშავეს უკვე სტუდენტებმა. შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად რა პროექტები შეიქმნა და რამდენი? ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გახდეს ერთ-ერთი მთავარი ანტრეპრენორული უნივერსიტეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სტუდენტები, როდესაც ისინი დაამთავრებენ უნივერსიტეტს, მზად იყვნენ შრომის ბაზრისთვის და შეძლონ თავიანთი წვლილი შეიტანონ კერძო სექტორის ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება და მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტმა სკოლამ სტუდენტებთან ერთად განახორციელა USAID-ის დაფინანსებით 9 თვიანი პროექტი, რომლის ფარგლებში 6 საწარმოს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზეა საუბარი, საშუალო ზომის საწარმოებზეა საუბარი. სტუდენტებმა შეუქმნეს სხვადასხვა სახის ონლაინ პლატფორმები. მათ შორის სასტუმროს მართვის პლატფორმა, ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, ვებგვერდები რამოდენიმე კომპანიისთვის, ასევე ონლაინ გაყიდვებზე დაკავშირებული, ეს შეიძლება ყოფილიყო მომსახურების სერვისის გაყიდვა ან პროდუქტის გაყიდვა და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სრულად სტუდენტების მიერ შექმნილია თითო კომპანია მიიღო დაფინანსება პროექტის ფარგლებში, რომ დაენერგათ აღნიშნული პროდუქტი და რეალურად უკვე მომავალი თვიდან ჩაეშვება ეს პროდუქტები და დაიწყებენ კომპანიები ძალიან პრაქტიკული, მათ საჭიროებებზე მორგებული ონლაინ პლატფორმების გამოყენებას. აი სწორედ ეს მაინტერესებს, როგორ მოხდა ამ კონკრეტული პროექტების საჭიროებებიდან გამომდინარე შერჩევა. ანუ შეისწავლეს სტუდენტებმა ბაზარი, წინასწარ ჰქონდათ ამ კომპანიებთან კომუნიკაცია თუ აი როგორ გამოიკვეთა ამ პროექტებზე რომ უნდა ემუშავათ კონკრეტულად. მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებმა გააკეთეს მოკვლევა იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა, რომელსაც საჭიროება ჰქონდათ რომ დაენერგათ მსგავსი ონლაინ პლატფორმები, დაახლოებით 250 კომპანია შეისწავლეს სტუდენტებმა, იდენტიფიცირება გაუკეთეს 40 საწარმოს, შემდეგ მოაწყვეს 10 ინოვაციური პროექტის წარდგენა, იყო სტუდენტების პროექტების გამოფენა ჩვენთან უნივერსიტეტში, სადაც მოვიწვიეთ აღნიშნული საწარმოები და ამ საწარმოებმა თავად შეარჩიეს სტუდენტების ჯგუფების მიერ შექმნილი პროდუქტები იმ ეტაპზე იდეის სახით და შემდგომ უკვე მოხდა ამ პროდუქტების დანერგვა. გარდა ამისა, კომპანიებისთვის ჩატარდა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება რომ კერძო სექტორი განვითარდეს და წინ წავიდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ონლაინ გაყიდვების მიმართულებითაც, რაშიც ასევე ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ ჩართული. საბოლოო ჯამში 6 ინოვაციური პროდუქტი მივიღეთ და გვაქვს კიდევ პროდუქტები, რომლებიც შეგვიძლია შევთავაზოთ ბიზნეს, კერძო სექტორს და საკმაოდ შეღავათიან დაბალ ფასში მათ შეუძლიათ მიიღონ არაჩვეულებრივი შედეგი ამ პროექტის განხორციელების შემდგომ. ეს ერთჯერადი თანამშრომლობა იქნება სტუდენტებსა და ბიზნესს შორის თუ მომავალშიც გაგრძელდება კონკრეტულად ამ პროექტის ავტორებსა და საწარმოებს შორის? და თვითონ პროექტის ბედის შესახებაც რომ გითხრათ, საპილოტე პროექტია, მომავალშიც გაგრძელდება თუ ეს ამით ამოიწურება? პროექტი ამ ეტაპზე დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, თუმცა ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში და ამ პროექტის ფარგლებში გავტესტეთ, რამდენად იმუშავებდა მსგავსი მიდგომა და მომავალშიც ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ კერძო სექტორს, ინდუსტრიას შევთავაზოთ მსგავსი ინოვაციური პროექტები, რომლებიც მათ ბუნებრივია დაეხმარებათ, რომ ბიზნესი განავითარონ და ჩვენ კარგად გვესმის, რომ მიკრო, მცირე კომპანიების საწარმოებს განსაკუთრებით აქვთ მრავალი საჭიროება, აქვთ ნაკლები დაფინანსების შესაძლებლობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ჩართულობით მათ შეიძლება ძალიან დიდი სარგებელი მიიღონ. ძალიან დიდი მადლობა მაგდა, დროის სიმცირის გამო უნდა დაგემშვიდობოთ, თუმცა თვალს ვადევნებთ იმ პროექტებს, სადაც ახალგაზრდები არიან ჩართულები და სადაც
სადაც მათ დასაქმებაზეა ძირითადი აქცენტები გაკეთებული. ჩვენ კი განვაგრძობთ რუბრიკას უძრავი ქონების ბაზარი, ლარის კურსი, ტურიზმიდან შემოსული თანხები, ინფლაცია. TBC კაპიტალმა განახლებული მაკროსექტორული დინამიკა და პროგნოზები წარადგინა. პუბლიკაციის თანახმად 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა ისევ ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება 2023 წლის საბაზო სცენარით კი წინა წლების მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით ზრდა 3.9%-მდე შემცირდება. ელოდებიან ინფლაციის შემცირებასაც და შესაბამისად შესაძლებლად მიიჩნევენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომდევნო წლიდან. TBC კაპიტალის შეფასებით 2023 წლიდან უძრავი ქონების გაქირავების ბაზარი ფასების კუთხით დაკორექტირდება. ჩვენი შეფასებით ამ წელს ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, რეალური ეკონომიკური ზრდის, თუმცა მომავალ წელს პროგნოზი გვაქვს 3.9%, შეიძლება ცოტათ ჩანს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ გლობალური ტენდენციები და რასთავარია წლევანდელი მაღალი საბაზო ეფექტი. ინფლაციას ველოდებით ეტაპობრივად რომ შემცირდეს, ასევე მომავალ წელს უკვე ვფიქრობთ, რომ სამიზნესთან ახლოს იქნება. ლარის კურსის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ აი სეზონური გაუფასროების მოლოდინები უკვე კურსში ასახულია. ტრენდი ზრდის შენარჩუნდება როგორც გაქირავების ბაზარზე, ისე გაყიდვების ბაზარზე და როგორც ჩვენი ანალიზი ადასტურებს, აქ განპირობებული იქნება გაქირავების ბაზარზე ზრდა დიდწილად მიგრაციით, ხოლო გაყიდვების ნაწილში ეს გაქირავები იქნება სადღაც 10% ზრდა განპირობებული მიგრაციით, ეს ირიბი ეფექტია. 2023 წელს ვფიქრობთ, რომ ზრდა გაგრძელდება, თუმცა აღარ იქნება ესეთი მასშტაბური, როგორცაც ვხედავთ 2022 წელს, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ გაქირავების ბაზარზე, აქ ნელ-ნელა ქირა დაიწყებს საკორექტირებას. დღეიდან რუსთავი 2-ზე ბიზნეს და ეკონომიკის ამბებისთვის ახალი სივრცე იხსნება 10 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა ბიზნესი რუსთავი 2-ზე მაყურებელს ყოველდღე შაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9 საათის განმავლობაში გააცნობს ყველა იმ სიახლეს, ყველა იმ გამოწვევას და ყველა იმ ნაბიჯს, რაც საქმიან სექტორს უკავშირდება და საბოლოოდ ისევ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ბიზნეს რუბრიკა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით ორ შაბათამდე. ჩვენ კი შევხვდებით 10:10-ზე ახალ გადაცემაში. დარჩით რუსთავი 2-ზე.